მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ეს არის ფიზიკის მესამე გაკვეთილი, რომელიც ჩვენი დღევანდელი თემაა დამუხტვის მექანიზმი ხახუნის შედეგად. მოგეთ, მე კონსპექტები, რასაც მაქვს დაწერილი, წავიკითხავ ახლა და ერთად გავიაროთ ნელ-ნელა. დავიწყოთ იმით, რომ ხახუნის შედეგად ვიცით, რომ იზრდება ორივე სხეულის შინაგანი ენერგია. მაგ თემაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენ წინა გაკვეთილზე, ხო? და ამიტომ გადავიდეთ სხვა თემაზე. კაი. ერთ-ერთი სხეულის ატომებს შეუძლიან წაართვონ და მიერთონ მეორე სხეულის ატომის სუსტ ელექტრონებს, რომლებსაც იმყოფებიან გარე შრეებზე. ეხლა ეს წინადადება რაც ნიშნავს? მნიშვნელოვანი წინადადება და საჭიროა რომ კარგად გაიგოთ. მოგეთ, ერთ-ერთი სხეულის ატომები შეუძლიან წაართვონ და მიერთონ. ეს რას ნიშნავს? ანუ, ნახეთ, ერთ-ერთი ატომი შეიძლება იყოს მეორე ატომზე უფრო ძლიერი. აი, ამას ქიმიაში გვაქვს ნასწავლი. გააჩნია რა ატომი იქნება და ასე შემდეგ. ამ თემას ახლა არ დავიშლი. ეს ქიმიის გაკვეთილზე იყოს. და წაართვონ და მიერთონ. ანუ, თუ უფრო ძლიერი ატომია, მაშინ სუსტ ატომისგან შეუძლია წაართვას და მიერთოს მისი სუსტ ელექტრონებს, რომელიც გარე შრეებზე იმყოფებიან. ჩვენ ხო ქიმიაში გვაქვს დაწერილი ეს შრეების, ესე რომ ვთქვათ, ნახაზი და ასე შემდეგ. აი მაგალითად გარე შრეზე 2 დარჩება და ეს 2, რასაც უფრო ახლოს არის ატომ ბირთვთან, ის უფრო ძლიერი ელექტრონია და რასაც უფრო დაშორდება, მით უფრო სუსტება. ამიტომ გარე შრე, ანუ ბოლო შრე, რასაც არსებობს ატომის, ეს არის ყველაზე სუსტ შრე. და მაგიტომ ეს ძლიერ ატომებს შეუძლიან რომ წაართვონ და მიერთონ ბოლო შრეებზე მყოფ სუსტ ელექტრონებს, ისე რომ ვთქვათ. ეს მაგას ნიშნავს. всё. არაფერი ისე რთული არ არსებობს აქ. ამის შედეგად ის სხეული, რომლის ატომებმა წაართვეს, ელექტრონები დაემუხტება უარყოფითად. აჰა, ეგეც წინა გაკვეთილზე ვისაუბრეთ მაგაზე. ნახეთ, ეს სხეულის ატომებს, რომლებსაც უფრო ძლიერები იყვნენ, რომ აიღეს, წაართვეს და მიერთეს ეს სუსტ ელექტრონებს, ელექტრონების რაოდენობა იზრდება და უკვე ეს ატომი ნეიტრალური ხო არ დარჩება, არამედ ელექტრონების ჭარბი რაოდენობა იქნება და ამიტომ უარყოფითად დაემუხტება, რადგან ელექტრონი თვითონ უარყოფითი მუხტია. ეგეც ასე. ანუ აქაც მიწერია ფრჩხილებში, რომ მასზე იქნება ელექტრონების ჭარბი რაოდენობა. ამ ყველა კონსპექტებს მე ჩავაგდებ TikTok-ში, ჩანელს გავაკეთებ და ხო სურას გადავიღებ და ჩავაგდებ მე. ვინც თუ უნდა დაწერა, რავი. კაი, ხოლო ის სხეული, რომლის ატომებმა დაკარგეს ელექტრონები, დაემუხტება დადებითად. ეგეც ვისაუბრეთ წინა გაკვეთილზე. ნახეთ, ეს სუსტი, ანუ ეს სხეულის სუსტი ატომები ხო გითხარით? ეს ხო დაკარგა ელექტრონები. აი მაგალითად გააჩნია რამდენი ელექტრონი დაკარგა, მაგრამ ისე ხო დაკარგა. ამიტომ პროტონების რაოდენობა ხო არ შეცვლილა, არამედ ელექტრონების რაოდენობა შემცირდა. ამიტომ ვამბობთ, რომ ან მაგალითად თუ პროტონების რაოდენობა 12 იყო და ელექტრონების გახდა 9, რა თქმა უნდა იმუხტება დადებითად. აი რადგან უფრო მეტი პროტონები არსებობს ატომებში, ვიდრე ელექტრონების შრეებზე. ეს ასე, ანუ ნეიტრალური აღარ დარჩება ეგეც. კიდევ მიწერია ეს არის რომ, ხო, მასზე იქნება ელექტრონების უკმარისობა. ხო, ეგ გითხარით უკვე. მერე, ხახუნის შედეგად იმუხტება ორივე სხეული. ეგეც ვიცით, ერთი დადებითი და მეორე კი უარყოფითი. ეგ წინა გაკვეთილზე ამ ყველაფერზე ისა ვისაუბრე და ხო, ნათქვამი მაქვს. დადებითად დამუხტული სხეული ხახუნის შედეგად შედგება დადებითი იონებისგან, ზუსტად ამაზე ვისაუბრეთ, ხოლო უარყოფითად დამუხტული სხეული ხახუნის შედეგად შედგება უარყოფითი იონებისგან. ეგეც ვისაუბრეთ, უკვე ვიცით რა არის. კაი. ბოლო, რასაც არის ეს დამუხტვის მექანიზმთან დაკავშირებით, ეს არის მუხტი. მოკლედ, მუხტი აღინიშნება Q პატარა ასოთით და იზომებ კულონებში. ანუ Q ისე დავწერთ, ხო? კაი. მისი ძირითადი ფორმულაა Q ტოლია NE. ახლა NE როგორ? აი N პატარა არის ელექტრონების რაოდენობა და
თვითონ e რომელიც თავზე ხაზია იქნება ეს არის თვითონ ელექტრონი ხო უკვე ვიცით აი მაგალითად ამოცანაში თუ იყოს მოცემული რომ ელექტრონების რაოდენობა იპოვეთ მუხტი გქონდეს მოცემული და კიდევ რაოდენობა გვაინტერესებს იმ დროს ჩვენ ხო ვიცით ელექტრონების მუხტი -1.6 გამრავლებული 10-19 ხარისხად. ეგ ხო ვიცით? ოღონდ ეგეს დაიმახსოვრდეთ, რომ ამოცანებში მინუსი აღარ დავწერთ რა. უბრალოდ დაიმახსოვრდეთ, რომ ელექტრონი იმისთვის არის, რადგან უარყოფითი მუხტი აქვს. ხო, ეს ასე. მე ამოცანებზე კიდევ ვივარჯიშებთ. ხო, თუ ვინმე ვერ გაიგო. აი ასე. ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. ნახვამდის.